დავიწყოთ პირველი მოწმით. ადამიანი მოვიდა, რომელსაც კითხვა დაუსვით. ჩემი უფლებები რომ მირღვეოდა და შველას ვითხოვდი. თქვენ რას აკეთებდით თქო და მითხრა ეგ ჩემი საქმე არაო. მეორე მოვიდა, რომელსაც თქვენ წინ ვათქმევინეთ, რომ ჩემთან შემხებლობაში არ ყოფილა. მეორე და მესამე პოლიციელმა მოიყვანეს ესენი, სანდო არ არიან. მოიყვანა გამომძიებელი, რომელმაც თქვა გიგაურმა გამოიყენა დუმილის უფლება. მერე 5 წუთის შემდეგ თქვა, მოყვა როგორ რა დამიზიანდა. მეორე გამომძიებელმა გვესაუბრა, ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები და კადრი, სადაც პოლიციელი ხელს მე მირტყავს, მან ვერ ნახა. დაზარალებული მოიყვანა, რომელმაც მაწამა, ბორკილებ დადებულს თავში მირტყა და ტვინის შერყევა დამართა და ესაა თურმე დაზარალებული. მე დამესხდნენ თავს მეორედას, მე დამესხდნენ თავს მესამედ, მაწამეს და 9 თვე ციხეში მაინც მე გამომკეტეს. გაბუნიას სახეში მირტყავდა. სად ნახეთ ჩემი თავდასხმა, რისთვის მამყოფებ ციხეში? ეს მე ვიცი, მაგრამ ვიბრძოლებ ბოლომდე, როგორც შემეძლება. ბოლომდე ვიბრძოლებ. ვნახოთ ვისი გავა. ახლა თქვენ ხართ სათავეში, მაგრამ მუნდირია, უკან მუწუკები არიან, რომელიც ჩირკს ცხებენ ყველაფერს. მე კარგს არაფერს ველოდები თქვენგან, რაც გინდათ ის ქენით. ეს ყველაფერიც ამიტომ გაიწელა. რაღაც იმიტაციას ქმნით, იმედი ჩამისახო და ამ იმედზე მეტი იმედგაცრუება ვნახო. მით უმეტეს, რომ მე ნაცმოძრაობის მხარდამჭერი ვარ და არც მაქვს სხვა მოლოდინი. პოლიტიკური იყო ჩემი დაკავება და ჩემი გაშვებაც პოლიტიკური იქნება.